სამინისტროში გაიმართა მორიგი შეხვედრა რძის მწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან. იყო განხილული კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელსაც რძის დამატებითი ეტიკეტირებას ვეძახით, რომლისთან მიმართებაშიც გარკვეული დისკუსია გაიმართა. ჩვენს მხრივ სამინისტროს მხრიდან იყო მიღებული ყველა ის კომენტარი, რომელიც გვინდოდა რომ მიგვეღო ინდუსტრიის მხრიდან და რა თქმა უნდა შესაბამისად სამუშაო ჯგუფში ეს იქნება გათვალისწინებული და მოკლე პერიოდში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და ამ გადაწყვეტილების თვითმიზანი არის ერთის მხრივ როგორც ადგილობრივი რძის წარმოების წახალისება, ასევე მეორეს მხრივ საბოლოო მომხმარებლის უფრო მეტი ინფორმირება რძის პროდუქტებთან და მის მოხმარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად გარჩევადობა თუ რა სახის პროდუქტთან აქვს ამას შეხება. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ არ უნდა დავაზარავოთ რძის გადამამუშავებლები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად. აქ ვიყავით რძის პირველადი მწარმოებელები, რძის გადამამუშავებელი საწარმოს წარმომადგენლები, სადაც განსახილველი საკითხი იყო რძის პროდუქტების ეტიკეტირების საკითხი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დადებითი მოვლენა ამ დარგში. მოემსახურება ამ დარგის განვითარებას პირველ რიგში ეს მოემსახურება ქართული ადგილობრივი მეცხოველეობის რძის წარმოების გაზრდას მოტივაციას შეუქმნის ფერმერებს, რადგანაც გაიზრდება მოთხოვნა ნედლ რძეზე და ნედლ რძისაგან წარმოებულ პროდუქტებზე.